ჩვენ არა ვართ კარგად მენტალურად. ეს ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს მოდის 90-იანი წლებიდან, ამას ხშირად ვამბობ მე. და აი ეს იმ შავბნელმა პერიოდმა ჩვენზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა და თავისი სახელები ერთმანეთს არაფერს არ ქვია. ის რომ გადატრიალება იყო და დამნაშავეები იყვნენ, ნახეთ, ამ გადატრიალების. ამას სახელი არ დაერქვა. და ასე შემდეგ. და ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა იმ სიბნელის პერიოდში გაზრდილ ბავშვებში, იმ მშობლებში, ვისაც ფოთვა მაღალი ქონდა, იმ ბავშვებსაც მაღალი ფოთვა აქვს, დღეს მათ შვილებს მაღალი ფოთვა აქვს. მთელ საზოგადოება არის მაღალი ფოთვის პოსტ-ტრავმული, ის იყო სერიოზული ტრავმა ჩვენთვის. ჩვენ ვართ დეპრესიული საზოგადოება. ხო, უცნაურია, რასაც ვამბობ. ესე მგონია მე. ესე მგონია, იმიტომ რომ ადამიანები შეუძლებელია ჯამთელ მდგომარეობაში ესე აყენებდნენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ესე ამცირებდნენ ერთმანეთს, აი ამ ყოლელობების გაზრდილი რიცხვი. ნახეთ როგორი სიტუაცია, ადამიანები ერთმანეთს კი აღარც ეჩხუბებიან, ნახეთ, პირდაპირ კლავენ. დიალოგიც აღარ აქვთ. პირდაპირ უსწრაფ იმპულსურ ქცევას აქვს ადგილი. სრულიად იმპულსურ, აგრესიულ ქცევას იმ მომენტში. ანუ აფექტურ სიტუაციაში არიან ადამიანები, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი არის ზუსტად ეს, რომ არ არიან კარგად ფსიქოლოგიურად ეს ადამიანები. საბჭოთა კავშირი კი დაინგრა, მაგრამ ჩაქუჩდა ნამგალ შუბლიდან ვერ წაიშლი. ვერ წაიშლი. ჩვენ კი მივიღეთ თავისუფლება, ანუ ჩარჩოები ჩამოვარდა, მაგრამ შიგნით ჩარჩოებს რა უნდა უყო. ნახეთ ჩვენ როგორ ახლა მე იმ თაობას ვეკუთვნი ზუსტად, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. ბოროტება საბჭოთა კავშირის მარტო ის კი არ იყო, რომ ადამიანებს აკრობდნენ და ადამიანი ღირებული, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოროტება, ხო? რომ ადამიანი არაფერი არ არის. ჭანჭიკია და ღირებულება არ გააჩნია და რასაც გინდა იმას უზავ. მეორე ბოროტება ის იყო, რომ ჩვენ თავისუფალი ნება ქონდა წართმეული, ნახეთ? და ამასში რას გულისხმობ? ჩვენ ვიცოდით ჩარჩო. თავისუფალი არჩევანი არ ქონდა. შენ ქონდა მისაღები შეზღუდული არჩევანი. და ამიტომ იყავი კმაყოფილი. შენს მაგივრად ფიქრობდნენ, ყველას შენ ქონდა, ცუდად მუშაობდი თუ კარგად მუშაობდი, შენ ქონდა პროგნოზირებადი და წინასწარ მეტყველებადი მომავალი. ცუდი თუ კარგი მნიშვნელობა არ აქვს. შენ იცოდი, რომ შიმშილით არ მოკვდებოდი, იქ ცოტას მოიპარავდი, იქ ცოტას მიდგებოდი, მოდგებოდი. ნუ ეხა თავისუფლება დიდი არ ქონდა, ყველა შენნაირად იყო და თუ ვინმეს ქონდა მოპარული ქონება, ის ამას მალავდა. და აი ორი ბოროტება კიდევ დაემატა ამ ადამიანის როგორც ღირებულება რო არისო. ორი ბოროტება, ესე მგონია მე. ერთი ის, რომ ჩვენში ზის ეს ქურდის ცნობიერება ძალიან ძლიერად. ქურდობა საბჭოთა კავშირში არ იყო ცოდვა. არ იყო. სახში რომ მოქონდა შე რაღაცეები, ის არ ითვლებოდა ქურდობად. ჩვენ ესე გავაგრძელეთ ცხოვრება თავისუფლების პირობებში. ქურდობა დღესაც არ ითვლება საქართველოში დიდ ცოდვად. ნუ რა მოხდა ეხლა, რა მოიპარა. მოპარვა, სხვისი კუთვნილების მithვისება. ეს უდიდესი უბედურება ჩვენ ცნობიერებაში არ ზის როგორც მანკიერება. ეს არის ერთი ბოროტება, რაც ჩვენ იქიდან წამოდა, ვერ მოვიშორეთ შუბლიდან და მეორე უნებობა. თავისუფალი არჩევანი რო გაგაჩნია და შენ ხარ თავისუფალი. პასუხისმგებლობაც გაგაჩნია შენ ქცევაზე, ნახე? ამიტომ გძნობთ თავს უბედურად ჩვენ არ გვინდა
რომ ჩვენ გადავწყვიტოთ თვითონ. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ ვიმოქმედოთ თვითონ. აი დღეს ჩვენ ვტირი ვართ იმას, რომ ჩვენ არა გვაქვს სამოქალაქო საზოგადოება. როგორ გექნება? როცა ადამიანს არა განცდა თავისუფალი არჩევანის და თავისი პასუხისმგებლობის. და რას აკეთებს ესეთი ადამიანი? საბჭოურად აბრალებს სხვას, რომ იმისი ბრალია, პარტიის ბრალია, პარტიის უფროსის ბრალია, სახელმწიფოს ბრალია, ჩემი ბრალი რა არის? ჩემ 2 კვადრატულ მეტრზე მე რო პასუხისმგებლობა მაქვს, 2 კვადრატულზე ჩემი მოვალეობას მე ვასრულებ? ნახეთ, ამიტომ არ უბედური. ბედნიერი რატო ვიყავი იქა? ყველა ერთნაირად ვიყავით. ყველას მეტნაკლები შანსი ქონდა. ამდენი ხელფასი ქონდა, წახვიდოდი ასეთ სანატორიუმში, იმდენი ხელფასი ქონდა, წახვიდოდი ისეთ სანატორიუმში, მაგრამ ყველა წავიდოდა. დღეს უბედური ხარ და არ გიხარია არაფერი, იმიტომ რომ დიდად ვერაფერს ვერ იპარავ. მოსაპარიც არაფერი ისეთი ნაკლებად გაქვს შანსი რომ მოიპარო. ხელგაშლილიც არ ახარ ისეთი. ძალიან ცუდ რაღაცებს ვამბობ. მაგრამ ეს ჩემ ტყავზე მაქვს მე გამოცდილი საბჭოთა პერიოდში. ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი. და ბევრი რაღაცა მაქვს ნანახი, აქედანაც და იქედანაც საბჭოთა პერიოდში. და აი ზუსტად პირდაპირ ვგრძნობ ტანით იქიდან წამოსულ აი ამ იმპულსებს, რომელიც ჩვენ არ მოგვიშორებია. ვერ მოვიშორეთ ჯერ. ამ ცნობიერებით მოვდივართ. ჩვენ ესეთივე შვილებს ვშტამპავთ, იმიტომ რომ ჩვენ იქიდან მოვდივართ და ისინი შტამპავენ თავის შვილებს. თავისუფალი ადამიანის ღირებულება არის პასუხისმგებლობა თავის მოქმედებაზე. და ეს ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ არის სწავლა.